მარიკა, წავიდა ირაკლი. კი, წავიდა. შენ ახლა გაიღვიძე? რა გავიგვიძე, საერთოდ არ მძინები. რატო? რატო და მეშინო და ირაკლი ოთახში არ შემოვივარდეს მეთქი ძალიან გაბრაზდა. გაბრაზდა, აბა არ გაბრაზდა. მეგონა რომ მართლა ბატონები გაქვს და შენ კიდევ ვაკეთებინე 1000 სისულელე. ხო, ისე ბაღდათური ძალიან მაგრა იცება. აი ხო. სამეეს ვერ გაჩავს. არა და იცი იმიტომ რომ ერთია. კარგი ხო რა თქვა? რა თქვა და ძალიან გაბრაზებული იყო და საერთოდ ხმას არ გავცემო. ფული დამიტოვა? ვერ გაიგე რა გითხარი? ფულის დატოვებას და ხმის გაცემა. მოიგეთ ადე რა. მოვისმინე დათო, შენ ახლა რაღაც უნდა მოიფიქრო, რომ შეურიგდე ირაკლის. აი, რაღაცით უნდა 100 ამოვნა. მე დაგეხმარები თუ გინდა, აი სამსახური იშოვე და ირაკლისაც ძალიან ესიამონება და გავხარდება. სამსახური იშოვე, იფიქრე მაგაზე, იფიქრე. ჯერ ჩაი რო დავლიო. ჩაი რო დალიო, ხო? ადუღებულია ჩაი, ჩაიციქარი, ჭიქაციქარი, ადექიდალიე. დილამშვიდობისა მეზობლება. ჩხეიძეების მარგალიტო აქ ხარ? აი. სადარია? მარიკა სადარია? ჩემ ვახ ხო შემოსულა აქ. კი, იყო შემოსული. ჰა. იჩხუბე თქვენ. თქვა არა მე? არა, არაფერი არ უთქვამს. თოკიდას კამი გაიტანა და დაღურემილი სახით გავიდა. აი მე როგორ არ მოგგეზდა. როგორ არ მოგბეზრდა. გამარჯობა. გამარჯობა მარიკა. როგორ ახან? როგორ ვიქნები დილდა რომ დათო მოგიშლის ნერვებს? არ მიაქციო ყურად. არა, ეხა დათო სისულელებს რომ მივაქციო ყურადღება, ეხა მაკლია. მარიკა. ბატონო. რა თქვენით? ვერ უშოვეთ დათო სამსახური? ვერა. ჯერ ვერა. ხო, ძნელია სამსახურის შოვნა, მეც მინდოდა, მაგრამ ვერ ვიშოვე. რასე შოვიდი თამარ ასაკოვანი ხალხი არცა დაგაჭირდა. შორის მე თვითონ ვერ ვთქვი უარი ერთ სამსახურზე. ხო? დაიცე, რა სამსახურზე თქვი უარი? რა სამსახურზე და სკოლაში იყო მანდატურის ვაკანსია. ეს მართალი იქნია რომ უარი თქვი. შენ ეგ არ მოგიხდებოდა. შენ იცი უფრო რა მოგიხდებოდა. აი კარებში რო დგანახომე წიგნ ქალები. აი ეს. მარიკა, რა თქვა დათომ ვერ გავიგე. სკოლაში აი წიკვინა ქალები. გავიგე რა. ოდიში, ყავს დალე? არ მინდა, არ მცალია, უნდა წავიდე ახლა ვახო მოვძებნო. ჩემი ქეთინო მინდის დედამთილთან და ბავშვები მიყავს. მინდოდა ძიძაც წაყოლოდა და მიხმარებოდა, მაგრამ აღმოჩნდა იმ ქალბატონს რაღაც საბუთები აქვს დეკანატში მისატანი ინსტიტუტში სწავლობს ჩვენი ძიძა. ხო და რომ მინდა რომ მაცეცო გაყვეს ქეთევანს და არცალია, იქნებ ვახომ წაიღო საბუთები თქო და ვერ ვიშ. დათო, შენ რას აკეთებ? შანსი არა. აი სხვათა შორის მარიკა, ვახო ეხლაც ეძებს დათოსთვის სამსახურს. ხო? ხო და დათო წაიღებს მაგ საბუთებს. კარგი რა მარიკა, რა საწავიღებ რა, საწავიღებ. ტაქსის ფული მაინც მომეწი. ფული დაგიტოვა ირაკლი მუჯრაშია, მიდი აიღე. მიდი. მარიკა დაβλებ. ჯიგარის სიცი ყავს და ზე ჩამისხი ცოტა. ხო. და ერთი ჩიქა წყალიც მოაყოლე. ხო. ხო ესე რაღაცა. კაი.
უნდა დავიო ვერცელა ყავა. ხურდას დამშება სად მივდივარ? სასოფლოში უნდა აირბინო. რა ხურდა დამრჩება რა დამრჩება ლაშა ითამაშე რამდენს ფიქრობ შენ კიდე რა მოგივიდა რა რა ქენი შენ თამარი რო გეძებდა ნახე? თამარი ხო დაურეკე ველაპარაკე ხო სადღაცაც უნდა გავეშვი რა მე დათო გააგზავნა და მიდი მაგრამ მიდი რა განწირული ხარ დამნებდი ხა ოიცადება ხო აბა ესე იგი აქედან ის მიმუქრება იქიდან ის ეს დედოფალიც რანაირად ყავს ჩაყენებული რა დედოფალი არა ლაზიერი ქვია მაგას ლაზიერი ვახო რას დავაკვირდი იცი ეს ჭადრაკის დედოფალი ლაზიერი როგორ გავს თამარს თამარი ვითარი რა რატო როგორც უნდა ისე დადის დაბაწიმი მე გადაეღოს მიდი ითამაშე მიდი გაახედა ვითამაშებ ვა სახში ხარ ხო ვა სახში ხარ ლაშა ვა რაშვები ჭადრაკს თამაშობ ხო რაშვები ჭადრაკს თამაშობ მე თამაშობ ხო მე თამაშობ კაცო მოდი ბიჭებო ეხლა უნდა მიშველოთ რა რა ხდება რა ხომ რა ხდება და დაიწვა ბარი დაიწვა არა რა ბარი ჩემი გული დაიწვა ლაშა გაანები მაგას თავი გამოდი პეტო მოდი ეს პოეზია გვერდზე გადავდოთ და წესიერად აგვიხსენი რა ხდება რა გჭირდება რა გინდა ლაშა მას შემდეგ რაც ნანიკო ჩემბაში შემოვიდა მე მივხვდი რომ ჩემი გული და გონება მე აღარ მეკუთვნის ლაშა მოგეწონა მომეწონა კი არა შემიყვარდა ვახო მოიცა პეტო მე ჩვენგან რა გინდა თანხმობა კი ბატონო არა რაშა რა თანხმობა კი არ მინდა კაცო თქვენი აბრო დამეხვა დაჯექი კაცო დაჯექი ხო თქვენი დახმარება მინდა ლაშა არ შეიძლება რომ ნანიკო კიდევ ერთხელ მოიყვანოთ ბარში ჩემთან მე მერე სიყვარულს აუხსნი და იქნება იმასაც ისე თავგამეტებით შეუყვარდე როგორც მე ლაშა ჰა და იცი რა ხდება შეიძლება ფიქრე ნანიკოს ბარში მოყვანაზე მაგრამ აი თავგამეტებაზე შეგაგდაგება თავგამეტებაზე არ ვიცი კარგი რა ვახო მომისმინე ვახო თქვენ იცი რა ქნით ბარში მომიყვანეთ ნანიკო და მე ვიცი ვახო იცი რას ვიზავ ჩემ სიმღერებს უმღერებ არა კარგია აი შენ სულ სიმღერები კარგია მაგრამ იცი რა ის აი უარის შემთხვევაში უმღერე შენი სიმღერები სამაგიერო გამოგივა კარგი კარგი რა ლაშა რა შენ ამის ღირსი ვარ შენ გალაშა რეებს მეუბნები რა იყო დამეხმარე თორე არ წავალაქედან აი ესე ვიჯდები აქა ესე კი ბატონო ვიჯექი მიდი ითამაშე მიდი შენი სულ არ მიდი იცი რას ვიზავ აი ვიჯდები და თან ვიმღერებ მოიცა კარგი რა მომიფიქრე ხუმრო მოდი ასე ვქნა მოდი აბადა მოდი ჩვენ დავურეკავთ ნანიკოს ხო ვეთქვით რომ მოვიდეს ბარში ხო ოღონდ მე შენიცი და შენმა ვაშკაცობა მიგ ჩვენ ვეღარ დაგიხმართ მართლა ლაშა ვაიმე დიდი მადლობა ლაშა მოიც პადა ყურადღებით იყავი საუბარს რო დაიწყებთ იქ შენებურად არ დაიწყოს ჰო არ დაიწყო გასაგებია ხო არ დაიწყო მეთქი ხო არა ხო ახო დაანები კარგი აბა პადა შენიცი მიდი და დიდი მადლობა რაღაცა ძმები ხართ ბიჭებო დიდი მადლობა წავედი ახლა მე და ბარში რომ მოხვალ ჩემთან სერიოზული შოტლანდიური ვისკი ჩემზე იყოს აბა წავედი ახლა მიდი წავედი აბა რაღაც იყო ბიჭებო აბა მადლობა შენ ახლა ითამაშე საწყალი პატარა საწყალი პატა და საწყალი შენი კუ
დამთავრდა ეს? ხო ნანიკო ხო არა მოგიყვები ყველაფერს რო გნახავ ყველაფერს აგიხსნი კი აჰა კარგი უი ნანიკო ხო გახსოვს გუშინ რო ვიყავით ბარში ხო აი იქ მოდი კარგი კარგი მოვალო აბა ნაკი შენი სვლა რა არის არ გწვენია ლაშა არ გწვენი ეს არ გწვენია ეს არ გწვენია რა მოგივიდა რა ეთყობა ხელი გავკარი და აჰა ია ქიში ესა კაცებს გაუმარჯოს ამირანს გაუმარჯოს ბიჭებო რა ესა თქვენი დახმარება მჭირდება რა აჰა ვიცი სოუსს აკეთებ და გჭირდება რა გჭირდება ხორცი ძმარი ზეთი კარტოფილი წიჭიბურა მაკარონი ამირა ცეცხლ მაქრი მჭირდება რაო მჭირდებაო ცეცხლ მაქრი მჭირდება გულში გამიჩნდა ცეცხლი და უნდა ჩავაკო ცეცხლ მაქრი ვეჭდე რა მოხდა ამირან რა მოხდა და გუშინ ვიყავი თქვენთან შემოსული რა სოუს ვაკეთებდი და რაღაცეები მიმაკლდა და უცებ ხედავ კარზე ზარია ხედავ რა მესმის ხო კარი გავაღე და დავინახე ის ვინ შეიძების კარი აბა ნანიკო ვინ ნახე ნანიკო თქვენი თანამშრომელი ყოფილა ჩვენი თანამშრომელი არის მე ამირან მე რა მერე ლაშა რა მერე რამდენი რამე მინახავს მე მსგავსი სილამაზე არცად არ შემხვედრია ხო ისე იშვიათად დადის ელიავაზე ნანიკო ამირან და იმას არ მიხვდი რომ შენი გული და თავი შენ არ გეკუთვნის აი ეხდი ხო რაღაც ეგეც მივხვდი აჰა ახლა გჭირდება ეს ქრობია ცეცხლ მაქრი მაქრი ხო თან გინდა რომ ეხლა ალბათ ნანიკო კიდევ ერთხელ შეგახვედროთ ნანიკოს დაელაპარაკოთ გაესაუბროთ უფრო კარგად გაიცნოროთ შეგიყვარდეთ ერთმანეთი ხო აი ხა მე საერთოდ ტელეფონის ნომრის სათხოვნელად შემოვედი მაგრამ მაგას თუ იზავთ მაგარი იქნება რა კარგი ამირან მოდი ეხლა ესე მოვიქცეთ ხო აბა როგორ ჩვენ დაურეკავთ ნანიკოს ხო მე ბარში მოვიყვანთ მე შენ შეგატყობინებთ ჩამოხვალ ბარში და ეხლა იქ იქნებით გაიცნობთ ერთმანეთს და მე უკვე თქვენიცით ეხლა თქვენიცით გინდა ცეცხლი გინდა ჩამქრი მაქრიო ხო გინდა მაქრი ჯიგარი ხარ ვახო რა აი ეს საქმე გამოვიდეს და საშას გამოხდილი კაი ჭანჭურის არაყი ჩემზე იყოს რა არ გვინდა მადლობა ამირან უშეწუხდები შოტლანდიური ვისკი გვაქვს ძმები ხართ რა აი ძმები ხართ ხო თეთრებით ვინ თამაშობს მე და ქიში გამომიცხადა ხო კი აბა რა მოდი აბა ითამაშე აჰა შამათი უახუნხულ ანუ დამიჯდები ხოლმე და მეთამაშები რას მეთამაშები რომ მეთამაშე ასე არა დამიჯდება მეთამაშება ეს მოყვარულები აღარ შემიძლია უკვე აღარ შემიძლია არადა
ბოტვინიკის დაცვა. ბოტვინიკი არ უნდა მაგას, ტვინი უნდა, ტვინი. აზია ხარა. მიდი ხო და ეს 20 ბუთი გააკეთე. და ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ წინა წლის ყველაზე გრანდიოზული პროექტი, რომელიც ჩვენმა სამინისტრომ ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით განახორციელა, გახდათ ბოსლების ელექტროფიკაცია. და მე დღეს ძალიან ამაყად დავდივარ, ქალბატონი მერი დამეთანხმება, ძალიან ამაყად დავიარები, ასე ვთქვათ, რადგან ვიცი, რომ რეგიონების უმრავლესობაში ბოსლები განათებულია. დიდი მადლობა. ეხლა ბატონი ირაკლი უპასუხებს თქვენ შეკითხვებს. დავიღუპე. ნუ გაქვთ შეწუხებული სახე, ცოტა გაიღიმეთ. დედა, ვინ მასწავლის გაღიმებას? აი თქვენ. ბატონო ირაკლი, პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისათვის და ასეთი საინტერესო მოხსენებისათვის. გაიზარდა დიდი გოგო, დავძალე. მე როგორც მომავალ აგრონომს მაქვს ასეთი შეკითხვა. თქვენ მომავალი აგრონომი ძანდება. დიახ, გისმენთ. კოლხეთის დაბლობზე ხშირი გვალვის გამო მნიშვნელოვნად ნადგურდება ბალახი. ხო? დიახ. რაც პირველ რიგში მესაქონლეობას აყენებს დიდ დარტყმას და საქონელს საკვები აღარ რჩება. ბუნებრივია. ბუნებრივია, არ დარჩება საქონელს საკვები. დიდი მადლობა. სხვა კითხვები ხო არ გაქვთ? თქვით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ პროგრამის აღმოსაფხრელად კარგი იქნებოდა ბალახის ხელოვნურად გაზრდა? კარგი შეკითხვაა. ნამდვილად კარგი შეკითხვაა, თქვენ ასე თქვით, ხალბატონო მერი, არაჩვეულებრივად კარგი შეკითხვაა, ეს ბალახის ხელოვნურად გაზრდა მომეწონა, გიპასუხებთ, ბალახის ხელოვნური გაზრდის პრეცედენტები სხვა ქვეყანაშიც არსებობს. აი მაგალითად ბარსელონას სტადიონი. ნოუკამპი, რომელსაც ხალბატონი მერი ხშირად კამპ ნოუს ეძახის ხოლმე. დიახ, სულ ამაზე ვკამათობთ და იმ თავითვე ნოუკამზე ბალახი იყო ხელოვნურად გაზრდილი. და მე რა? მაგიტო ვერ დაქრის მესი, ჰა? გეკითხები. ან ის თუნდაც რა, მაგიტო ვერ აკეთებს ისა ხავი ერნანდესი და ინიესტა, რასაც უნდათ, მაგიტო ვერ შეუსრულეს რეალს, ჰა? აი, ამაზე აქ საუბარი. დიახ, სხვა შეკითხვები თუ გაქვთ. აი თქვენ. ბატონო ირაკლი. დიახ. მე მაინტერესებს როგორ დავიცვათ ზაღლ ყურძენასებრთა ოჯახის მცენარეები კოლორადოს ხოჭოსგან. ბრძოლის რომელი ფორმა უფრო შედეგიანი? მცენარის დამუშავება ინსექტიციდებით თუ მათი შეერთება მიკრობიოლოგიურ პრეპარატებთან? და რატომ? რა ჩაარიხინა? შპარგალკა არ მომიმზადე? არ გითქვამთ. შენ თვითონ ვერ მიხვდი ხო? კარგი. კი ბატონო. თვალშორის კაი კითხვაა ეს. ქალბატონო მერი, თქვენ ხო არ გინდათ რომ უპასუხოთ ამ შეკითხვას? მე დაგით. არა. კი ბატონო, მე გავცემ პასუხს. ობობა ხო? ხოჭო ბატონო ირაკლი. კოლორადოს ხოჭო. კოლორადოს ხოჭო. კი ბატონო. გამარჯობა, კაცო. სატყეოს დეკანატი სად არის ხო ვერ მეთქი? დახურეთ კარი. კარი დახურეთ. ბუდიში. ირა. ეს მომაცილეთ ახლა აქედან. ან გაბრძანდით, ან შემობრძანდით. შემოვა. გამარჯობა. ეს მე ახალი ვარ და რა ხდება? შეკითხვას უსვამთ მინისტრის მოადგილეს. აი მე რა კაი დროს მოსულა. ეს მე მაქვს შეკითხვა თუ შეიძლება? გაბრძანდით ერთი წუთი, თქვენ დააგვიანეთ მე მგონი და აქ თქვენამდე დასვა შეკითხვა ერთ-ერთმა სტუდენტმა. მოგიწევთ მოცდა დიდი ბოდიში, ეს ელემენტარული, ასე ვთქვათ, კულტურის ამბავია კითხვა-პასუხის რეჟიმის. მეთანხმებით ალბათ ხო? მაშინ ვაცადოთ მეგობარს არა? გენაცვალე, რა მკითხეთ მორიელზე თქვენ? კოლორადოს ხოჭოზე ბატონო ირაკლი. რაზე გენაცვალე? კოლორადოს ხოჭოზე. კოლორადოს ხოჭოზე. გისმენთ აბა თქვენ რა შეკითხვა გაქვთ? დიახ.
მე ის გუშინ რო ბოდიში გიხდიდა ირაკლი რა. არ მესმის რაზე საუბრობთ, იცით გენაცვალე, თუ გაქვთ შეკითხვა სოფლის მეურნეობის საკითხთან დაკავშირებით გისმენთ. თუ არა და მე მგონი აუდიტორია შეგეშალათ და მიბრძანდით. მაქვს შეკითხვა სოფლის მეურნე აი მაგაში. კითხეთ. გამარჯობა. ესა მე მაინტერესებს ის არა ქვია. ერთ ფირმაში ცხოვრობდა ხარი ბეღურა ორ ბარტი ხო ბარტთან ერთად და ერთი საყვარელი ცხვარი. ცხვარი არა, უფრო მაიმუნი. მაიმუნობა უყვარს კი, გეთახმებით. მაგრამ საყვარელი ცხვარია დამეთახმით. ხო, მე ეხო და ამ ცხვარმა გააბრაზა ეს ხარი. შეკითხვა მე მაინტერესებს რა უნდა გააკეთოს ცხვარმა, რომ შეირიგოს ხარი. კითხვა დამთავრებულია. მადლობთ. გესმის? რა უნდა უთხრა ახლა ამას? რა ვიცი, მე გული კი ამით ჩუყდა და აი საყვარელი ცხვრის გამო ქვაც კი ატირდა. ჩემზე თქვა? არა, ნუ ნერვიულობ, დაწვერდი მერიკო. ახალგაზრდა, მიბრძანდით აუდიტორიიდან. მიბრძანდით, არ უნდა ასეყურება, მიბრძანდით და საღამოს მოხვალთ და კათედრაზე დავილაპარაკოთ. წამბრძანდით. დიახ. გელოდებით საღამოს კათედრაზე, კარგად. რაო ხვლიკიო? ხოჭო ბატონო ირაკლი. ხოჭო. დიახ. რომელ კათედრაზე? რომელ კათედრაზე და პროფესორ პატო პიციპუცის კათედრაზე. არის კათედრა, დიახ. კვების პროდუქტების კათედრა, მობრძანდებით იქ, მოგვართმევენ კვების პროდუქტებს და იქ ვისაუბროთ. ახლა დმონდებით მოგი. მიდი. ესე იგი, აიოვას თხუნელა, ხო? დათო რა. ესე იგი, აი, ხო, ამდენი წელია ნერვებს მაგალითავ რა. და ჭუიდან გადაკავარ ხოლმე. ზოგჯერ მართლა აი არ ვიცი რა გავაკეთო, მაგრამ აი ერთი ვერ გიბრაზდები რა. აი ერთხელ ასე გემრიელად რომ გაგიბრაზდე ერთხელ და სამუდამოდ, ხო? არ გამომდის რა. რანაირი ადამიანი ხარ, პირდაპირ არ ვიცი რა. საყვარელი. ხო, საყვარელი. საყვარელი კი არა, ერთი გენახა რა ბოცო სახე გქონდა იქ. ხარებზე და ცხრებზე რო ლაპარაკობდი. ერთი ჯენი ბოცო სახე უნდა გენახა ბათუმს კათკათას რომ ღეროდი. გამარჯობა. რა კარგია რომ მოხვედი ირაკლი, რა კარგია რომ მოხვედი დათო. დღეს ისეთი ბედნიერი დღე მაქვს და ისეთი ბედნიერი ვარ. რა ხდება პატო? რა ხდება და დღეს აქ ბარში უნდა მოვიდეს ჩემი წრფობის ობიექტი. მოიცა კაცო, ვინა? თეონა, მერის გოგო? არა, ის თურმე გატაცება ყოფილა ირაკლი. ნამდვილი სიყვარული მე გუშინ მეწვია და ვინც მე მიყვარს დღეს აქ მეწვევა. ძალიან კარგი, გვიხარია რომ ბოლოს და ბოლოს გეწვევა. წადი ახლა ორი ლუდი მოგვიტანე რომ ჩვენს გვეწვიოს სიხარული, მიდი. კი ბატონო, დაეყველას გვეწვიოს. ამირან გაუმარჯოს. ამა შეხედეთ რა. ამირან, მოდი აქ. გამარჯობა. რა ხდება? რა ხდება და დღეს უბედნიერესი დღე მაქვს. ხო. ჩემს სიყვარულთან შესახვედრად მოვედი ირა რა. აჰა. ვაი მე ირაკლი? რა? გაიგონე პეტრომ რა თქვა? რა?
მე სიყვარული უნდა მეწიოსო აქ. ხო. ეხა ეს მოვიდა და ჩემი სიყვარულს უნდა შევხვდი აქ. აპეთ, ვერა ხარ შენ კარგი. გოგოს უნდა შევხვდე რა. მე ეგრე დაგეწყო რა. გემრიელად. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. პეტო. ო, კაი, რა თქვა? რაო? სიყვარულს ველოდებიო ჩემს. აქ უნდა მოვიდეს ხო? შენ შეყვარებულს ელოდები ამირან. აბარა, შენ გენაცვალე ამირან, გამარჯობა ლაშა. აბარა, ამირან, არ უნდა დანებდი, აბარა. ჯიგარი ხარ პეტო რა, ჯიგარი. შენ? ჯიგარი ხარ. დღეს დიდი ამბებია, ჩემო ლაშა ბარში მოსალოდნელი. მოდი ამირან, მოდი აგელაპარაკო. დიდი ამბები არის ბარში მოსალოდნელი. აქ რაღაცა ხდება ახლა რაღაც. შენ მაინც გამაგებინე კაცო რა. მოდი. ამირან, ისე გამიხარდა შენი ამბავი, მე ხო ბედნიერი ვარ, მაგრამ შენიც როგორ გამიხარდა? ჰაი მე. პეტო, ეხლა ერთი ეს ამბავი გამოვიდოდეს და მე თუ გინდა ქორწილი ერთად გადავიხადო. კარგი ამირან, კარგი. ამოისუნთქე. რა გვაცინებს? არაფერი არ გვაცინებს, კაცო. ჩავფიქრდით ახლა მე ლაშა და დათო და ჩაფიქრებულებს რაღაცა გაგვახსენდა ერთდროულად და გაგვეცინა რა. რაზე ჩაფიქრდი? მითხარი რა. შევხედე ერთი. აჰა. კარგად შევხედე, კარგად. შენ რო იცი ხოლმე ეს წარმოსადეგი, ხა? შევხედე. კარგად გიყურე. აჰა, კარგი, შევხედე. აბა შევხედე ერთი. პროფილია ჩვენე, პროფილი. კარგად, გადი იქით, კაცო, გაიწე იქით. შევხედე, ასე შევხედე ახლა? არა რა. მომკალით და მე მაინც პეტოს ადინიქსი მგონია რა. ირაკლი ვერ მივხვდი რა ადინიქსი. არაფერი კაცო, არაფერი ჩავფიქრდი და რაღაც, არაფერი ვერც უნდა მიმختارიყავი, არა. ვახო. აქ ხარ ყველა? მადლობა, როგორ ახლა? არა, იქ. მოვიდა. მოვიდა. ადგილები გავიყოთ. მოიცა. გამოდით, აბა. პეტო, შენიც. აბა, მიდი. ოჩაღათიხა. დაგი. ოჩაღათიხა. აგიდა კაცო. მოდი. ამირან. ხო. ეხლა მე შენ გაგაცნობ ჩემ ნანიკოს. ეხლა პეტო, მე გაგაცნობ ჩემს ნანიკოს. ხო. და შენს ნანიკოს. და შენ რა შენ ნანიკოს? რა ნანიკოს გამოსვლა? ეხლა მე გითხარი რომ მე გაგაცნობ ჩემს ნანიკოს. ეგ მე გითხარი ამირან, შენ აგერია ეხლა მე გაგაცნობ ნანიკოს მეთქი და ეს ნანიკოს გაცნობ. არა ამირან, რაღაცები გეცი. დამიჯერე გეცი. გამარჯობა. ეს საღამო მშვიდობისა. როგორ გამიხარდა ნანიკო რო ჩვენ ბარში კვლავ მობძანდი როგორ გამიხარდა? საღამო მშვიდობის შვენიერო ასულო. მეგონი ირაკლი. ხო. ამირანის ორიანი ჯდება. დათო, მოდი ნუ ვიჩქარებთ რა. პეტო კონტრშეტევებზეა ძლიერი. ნანიკო, ნება მიბოძეთ ეს ქურთუ კიდავ. ნანიკო. უბოძე, ნება. მადლობა მოხო. კარგი. ამირან, გავუშვიხილი. ამირან, სისხლი. ამირან, სისხლი გაიხევა. ბიჭე, სირცხვილი ერთად აპირებდით ქორწილის გადახდას და ახლა კიდე რა დაგემართა. საყვარლები არიან. რომელი უფრო? რომელი? შენ თქვი ამირას არ ეწყინება. ლაშა უკაცრავად. ნანიკო, შენ გაიცანი ხო ამირანი და პეტო? კი. მაგრამ მე მგონი მაინც წარუდგინოთ ნანიკოს ბიჭები, ხო? კი ბატონო. ნანიკო, შენგან მარცხენა კუთხეში ზის პოეზიის პრინცი და მუსიკის ჰეცგერცოგი პაატა ფერაძე. ნანიკო, შენგან ხოლო შენგან ნანიკო მარჯვენა კუთხეში ინტერიერის დიზაინერი ამირანი. სასიამოვნოა, უკაცრავად. ნანიკო, რა დავხუთი ნანიკო რა ხდება? თუ რამე თქვენს განკარგულებაში მივიდეთ. კუთხეში ტელეფონი მაქვს. ტელეფონი ეხლა
მართლაც სასაცილო სიტუაციაა ბატონო ვახტანგ. მაგრამ ის მესამე რომ სულიყო, უფრო ვიცი. მოიცა, ვინ მესამე? რა ერქვა? მე მგონი მათე. აი ეს თქვენი ტელეფონი. ნანიკო გატყუებს ეგ არ არის თქვენი ტელეფონი? აი თქვენი ტელეფონი. რა დაუშავე ამ პეტოს გამაგები? დაუშავე რავე? რემონტი გაუკეთე. თუ რა? არ ვიცი რა, მოკლედ ბოდიში რა, ლაშა რა. კარგი, არა ჩვენი ამირა რა ბოდიში. არა უშ. საქმეს უგავდა, მაგრამ შემიძლია რა. აი გეკითხები რა დაუშავე ამ ამირანს, რა დაუშავე, რა გაუკეთე რა. შენ ჭკვიანი კაცი ხარ, გეკითხები რა გავაკეთე. ავაშენე სოცნების კოშკები, ავაშენე ხო, ავაწყე. მერე მოვიდა, ავაშენე ყველაფერი, მოვიდა ეს ამირანი დამინდრია ყველაფერი. კი, დანგრევა ეხერხება. აღარ შემიძლია რა. ირაკლი გულია კბილი ხო არ არის, კაცო, გულია აღარ შემიძლია, კაცო, რა ხდება? რა გავაკეთო, კაცო, რა? კარგი, ძალიან თხოვ რა, ინერვიულე, ცოტა ჩუმად ინერვიულე თხოვ. ხო რა, კაცო, თუ არა მომეგლიჯა დედას გეფიცები რა, აღარ შემიძლია. ჯერად, მაგრამ ჩუმად ბავშვებს ძინავთ რა, მოგივიდა. მართალი ხარ ირაკლი, ბავშვებმა რა დააშავეს, ბავშვებმა რა დააშავეს, ბავშვები პატარები არიან, ლამაზები არიან, საყვარლები არიან. მე არ მინდა ბავშვები ირაკლი. მე არ მინდა ბავშვები, ოჯახი, ცოლიშვილი არ მინდა ირაკლი. რა დაუშავე, რა გაუკეთე ამისთან? წადი. რა უნდა? წადი. წავედი, რა გავაკეთე? გულია ირაკლი, აღარ შემიძლია, კაცო, მამა. წადი. დედას გეფიცები თუ არა მომეგლიჯა, აღარ შემიძლია ირაკლი. რა უნდა რა დაუშავე ირაკლი, რა დაუშავე. ბავშვების მერიდება ირაკლი თორე. წადი, კარგი, წადი. დამღალა რა. ეტომ ხო? ხო. მე კიდე ამირანმა რა. საათ ნახევარი მოთქვამდა რა. საათ ნახევარი? ჩემი 2:15. მოგიგე? მოგიგე, მიყურე ახლა სელაპივით. მოგიგე, ხო გეუნებოდი? რას გეუნებოდი და პეტოს ადინიქსია თქო და ერთიანი რა დაუშავე?